მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 30 ივნისის და 6 ივლისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პროექტში მეაქცევათ ყურადღება დედამიწის მდგომარეობას, ენერგოველია მისი აშკარად უმჯობესდება, რაც ძალიან კარგია, თორე ეს გაუმჯობესებს ჯანმრთელობას, ადამიანთა გონებაგანწყობას, ურთიერთგაგების ზრდა, მოსალოდნელი ამიტომ ხელს შეუწყობს მათ შორის იდეების რეალიზაციას, წარმატებულ კომუნიკაციას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამასთან ერთად 4 რიცხვს მეაქცევათ ყურადღება, ეს პარასკევი დღეა 4 ივლისი. ამ დროს პლანეტა ვენერა გადაემსვლელებს სწორედ ამ დღეს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც საგრძნობად შეამსუბუქებს სასქესო პარტნიორულ ურთიერთობებს, მოემატებს კომუნიკაცია, ურთიერთგაგება, გზავრობა მოგზაურობისადმი, ერთობლივი და ტურისტული ლაშქრობებისადმი მიდრეკილება, თუმცა ამავდროულად გააძლიერებს ცოტა ფლირტს, გააძლიერებს ცოტა ზედაპირულობას ურთიერთობებში და ასე შემდგომ. ამავდროულად მთლიანობაში, რადგან პერიოდი კარგია, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამას იგრძნობს. მათ შორის დავიწყოთ აი ვერძით. ვერძისათვის ეს კვირა საკმაოდ კარგია, თორე ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მოდით ასე ვთქვათ, გრადობას, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ აქ მიხედოთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს, მნიშვნელოვანი საკითხების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, განახლება შეიტანოთ თქვენს საუბრად სარემონტო კუთხითაც კი, შეიძლება იყოს კოსმეტიკური რემონტიც კი დაუშვათ თქვენს სახლში, რაც გაუმჯობესებს თქვენს დიზაინს და უფრო კომფორტულ სიტუაციაში შექმნის სახლში, რაც ერთიორად სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენზე. ეს არის აქტიური, მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობების, შეიძლება ახალი საინტერესო წინადადების პერიოდი, ხელსკობს იგი რომანტიკულ კავშირებს ასევე და ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ აქ უფრო თავისუფლად დამოუკიდებლად მოქმედებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელშეუწყობს კარგი შედეგების დადებას საქმეებში, ინიციაციას ახალი პროექტებისა და ხელშეუწყობს უფრო სტაბილურ ცხოვრებას და სტაბილურ ურთიერთობებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 2 ივლისის დღე და ეს რიცხვი და ამავდროულად არ ვარგა 4 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც, რომელიც შედარებით ხილად და წინდახედულად უნდა გამლოთ. დარჩენილი დღეები ამ კვირისა საშუალოა წარმატების კუთხით. რაც შეეხება ახლა კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ერგოტონუსი თქვენი, მოდი ასე ვთქვათ, აშკარად მატულობს. ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, საკმაოდ კარგი პერიოდი. ეს ხელსკობს კარიერულ თქვენს განვითარებას, თვითონ ახალწინადოდებებს ამ კუთხითაც და პერსპექტიული იქნება ეს წინადადებები საკმაოდ ხელსუწყობს იგი რეალიზაციას თქვენი საქმიანი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა, სამნიშნავი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ მათ შორის კონტაქტების მეშვეობით, მგზავრობა მოგზაურობის მეშვეობითაც კი და მაღალი ალბათობა იმის რომ შეიძლება შეხვდეთ უკვე კარგად მივიწყებულ, მოდი ასე ვთქვათ, მეგობრებთან, ამ პარტნიორებთან შეიძლება მოხდეს ესეთი შეხვედრა, რაც იქნება ასევე მნიშვნელოვანი სპერდი ხელსკობს ძალიან სასიამოვნო შტაბის-კლებების მიღებას, მათ შორის მგზავრობა მოგზაურობის და დასვენების დროს, როდესაც მოულოდნელი მოვლენები ძალიან სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში, სწავლისთვის, განვითარებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ურთიერთობათა გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. აქ შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციაც. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 ივნისის და 4 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 2 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მოდით ამშვათ, რომ აქ ენერგო ცვლილებებს იგრძნობთ აშკარად ორგანიზმში, სხვათა შორის და ცუდი არ იქნება ეს ცვლილებები, ასევე ახალი რომანტიკული ურთიერთობები თავგადასავლები იჩენენ მეტად თავს. ფინანსური კუთხით შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს, ადრე დაწყებული საქმეები, პროექტები, ან ახლანდელი დავუშვათ პროექტები, აქ უკვე ფინანსური კუთხით იქნება ძალიან მომგებიანი წარმატებული. ახალი შეიძლება გეგმების სრულების წინაშე აღმოჩნდეთ და სიტუაცია სწრაფად იცვლება. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, შეიძლება ახალი წინადადება მიიღოთ სამსახურთან დაკავშირებით. ან შეიძლება ახალ შემოქმედებით პროექტებში მიიღოთ მონაწილეობა, რაც იქნება ასევე კარგი. ეს არის პოზიტიური ცვლილებების პერიოდი, რომელიც ითხოვს თქვენგან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, ოღონდ თან ცოტა დაფიქრებულად. პრინციპით 7-ჯერ გაზომ ერთხელ გაჯერი და არა ზედმეტად ნაჩქარევად. აი მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის ამ პერიოდში 3 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 5 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება უკვე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, კირჩხიბები ახლა თქვენი დროა. საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში, ერგო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციური ფონიც მეტად სასიკეთოა, შინაგანი განახლების და ენერგიის მოზიდვის საუკეთესო პერიოდია. ამიტომ ოპტიმიზმი მატლობს თქვენში, გონება მახვილობა ძლიერდება, ინტუიცია ზემდგრადია, რომელსაც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ და ეცადეთ რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება აქტიურად განვლოთ. უბრალოდ ძალიან საინტერესო იდეების წინაშე აღმოჩნდებით, ახალ პროექტებში შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ. აქ მხარდაჭერას იგნობთ ასევე სხვათა მხრიდან, არაერთ პრობლემას და საკამათო საკითხებს გადაწყვეტავთ, ასე თუ რაღაც სასამართლო პროცესი იყო. ესეც სასიკეთოდ გადაწყდება ამ პერიოდში, ძალიან კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. შეიძლება ახალი საქმის ან ახალი უფრო პერსპექტიული სამსახურის დასაწყებად. ეს პერიოდი ხელს ქორწინებას, სასქესო პარტნიორთა ურთიერთობებს, თქვენში ლიდერული ორგანიზაციული ურთიერთობების წარმოჩენას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პოზიტიური შანსები. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 30 ივნისის და 4 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 2 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. დანარჩენი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მოითხოვოთ რომ ხდება ტრანსფორმაცია თქვენი ენერგოველის ამ პერიოდში, რაც ეგონებას მოხდეს თქვენს აქტიურობაზე, კომუნიკაბილურობაზე. მოითხოვეს ვთქვათ რომ ერგოტონუსი რადგან შედარებით დაბალია, მაინც ძალიან გადაღლებით. რაღაც საქმეები რაც აუცილებელია შეასრულეთ, ოღონდ დაიღალეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე. დრო და დრო მიაცით ორგანიზმის დასვენების საშუალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოითხოვოთ ისიც რომ მეტნაკლებად გარკვეულ შესაძლებლობებს ეს კვირა გვაძლევს, იმისთვის რომ მაგათაც დაამყაროთ საინტერესო კონტაქტები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ზოგიერთი პრობლემაც შეიძლება გადაწყვიტოთ, ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვოთ რომ თქვენ შეიძლება უშვეთ ახალი პერსპექტივების წინაშეც კი. ამიტომ შეიძლება ჩაერთოთ აქტიურად ახალ პროექტებში, პარტნიორულ ურთიერთობებში, მოგზაურობის კუთხითაც ეს პერიოდი არ იქნება ცუდი, ახალი ნაცნობობა, შეიძლება რაღაც ისეთი მაინტრიგებელი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც რაღაც გარკვეულ განახლებას შემოიტანს ეცქარობაში. ამხრივ ეს პერიოდი კარგია. მაგრამ გახსოვდეთ რომ უკვე ნელ-ნელა მცირდება თქვენი ენერგოტონუსი. ამიტომ იმეორებთ, მიეცით ორგანიზმს საშუალება დასვენებისა, ანუ დროულად აღდგენისა და ხარჯული ენერგიისა, მაშინ კვირა იქნება გაცილებით უკეთესი და სასიკეთო დასამახსოვრებელი. ყველაზე კარგია თქვენთვის 3 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 6 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ქალწულის დამშრომელ ნიშანს, მოითხოვოთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ასე თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ხდებით ძალიან აქტიური, ენერგიული, დინამიური, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ამიტომ საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებში, ხელმძღვანელებში, პარტნიორებში. ეს პერიოდი არის თვითრეალიზაციისთვის საკმარისად კარგი. აქ თქვენი მოქმედება ფრიად ეფექტური და წარმატებული იქნება და ძალიან კარგად წარმართოთ პარტნიორულ ურთიერთობებს, გინდათ ბიზნეს საქმე, გინდათ პირადი ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და პოპულარიზაციას. ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ორგანიზება გაუკეთოთ ძალიან წარმატებულ პროექტებს, დაიწყოთ ახალი საქმე ან გახსნათ რაღაც ახალი საქმე ან ბიზნესი. ერთ სიტყვით ეს არის პერიოდი განახლებისა, რეფორმებისა, სიახლეების შემოტანისა, ინტერნეტთან რაც შეიძლება მოვიდი კონტაქტები, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანების სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური გადაწყვეტა, საკითხების ერთიორად გაზრდის თქვენ წარმატებებს. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა ექნება მეგობრებთან, მეგობართა თანადგომაც იქნება დროული და მეტად სასიკეთო. არის გამორიცხული შეიძლება ახალი მეგობრული წრეც და ნაცნობობაც გამოჩნდეს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 3 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მოითხოვოთ რომ ძალიან აქტიური ეს პერიოდი არ იქნება, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაინც თქვენი ნელ-ნელა მცირდება. ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ, 7 ყოველს რიტმზე გადადით, ეს იქნება კარგი, მაგრამ პროფესიონალური განვითარებისთვის კვირა უდაოდ კარგია. აი რას უწყობს იგი ხელს კარიერულ განვითარებას, საზოგადოებრივ სფეროში თქვენს აქტიურ ჩართვას. დაუშვათ ისიც, რომ აი თქვენი მოქმედება დანახული იქნება ხელმძღვანელთა კოლეგათა მხრიდან. ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი უფრო მეტი პროფესიონალური განვითარება, შეიძლება ახალი თანამდებობაც დაიკავოთ.
ფინანსური კუთხითაც ეს პერიოდი კარგია, აუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება იპოვოს ძალიან კარგი ახალი საქმე ან ახალი სამსახურიც უფრო პერსპექტიული, ან ახალ პროექტებში ჩაერთოს. ეს ის პერიოდი, რომელსაც იღბალი მაინც ჯერ კიდევ თქვენს მხარეს არის. ამიტომ მთავარია იაქტიუროთ, ენერგია დახარჯოთ აუცილებლად იმ საქმეებზე, რომელიც შესაძლებელი გაქვთ და მაშინ მეორე პროფესიონალური კუთხითაც წესვლის პერსპექტივა და სხვა კუთხითაც საკმაოდ კარგი იქნება. ყველას კარგია თქვენთვის 2 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 30 ივნისის და 6 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, პოზიტიური პერიოდი უნდა თქვენთვის, მათ შორის მგზავრობა მგზავრობის კუთხით, საქმიანი მივლენება უცხოეთში იქნება ძალიან ეფექტური წარმატებული, საერთოდ უცხოეთთან ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, იმიტომ რომ აქ შეიძლება გაიზრდოთ საინტერესო ადამიანი, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ფინანსური დივიდენდებიც კი მოიზიდოთ უცხოეთიდან, სულიერი გავითარებისთვის, ახალი ცოდნისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია საზოგადოების წინაშე გამოსვლაც, ერთიორად გაზრდის თქვენს პოპულარობას, აქ მნიშვნელოვანი შეხვედრების წინაშე შეიძლება აღვიჩეთ, რის შედეგად შეიძლება ახალი პერსპექტივების გაშლის, საინტერესო იდეების წინაშე აღმოჩნდეთ, სოფხედელობა შეცვალოთ თქვენი, სოციალურ კიბეზე უფრო მაღლა ახვიდეთ ამის შედეგად და პარტნიორებიც უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებული თქვენი ნიჭის უნარის გამოვლენაში, ხელს უწყობენ ამას. ამიტომ შეიძლება ჩაერთოთ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტებში, ბიზნეს გეგმებში, რაც ფინანსური კუთხითაც იქნება საკმაოდ წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას. როგორც ლიდერი ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და სიამოვნებით აიღებთ ინიციატივას საკუთარ ხელში და გამოავლენთ კარგად თქვენს ორგანიზატორულ მონაცემებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც და არ ვარ 3 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ამ შვილდოსნებს, მოითხოვოთ რომ აქ თქვენ შეაძლებთ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ძალიან კარგი ხელშეკრულებების დადებას. აქ შეიძლება იპოვოთ ახალი პარტნიორები, რომელიც ხელს შეუწყობენ უფრო მეტად თქვენს რეალიზაციას, მათ შორის კარიერული განვითარების კუთხით, ჩაქთავენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ერთიორად გაზრდის თქვენს რეიტინგს და აქვე უმშვით რომ მეტი დრო დაუთმეთ კარიერულ განვითარებას ამ პერიოდში. აქ შეიძლება რადიკალური ცვლილებები შეიტანოთ თქვენს სახლში, მაგალითად ახალ ბინაში გადახვიდეთ ან საგრძნობლად გაუმჯობესოთ თქვენი დაუშვათ კომფორტის სახლში. არ არის გამორიცხული რომ მართება შეიძლება კონდეს ადგილი თქვენს ოჯახში, ესეც ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა გაქვთ, მაინც აკონტროლეთ პარტნიორის მხრიდან ერთობლივი ფულის ხარჯვა. და რაც მეტად ენას ფილს დააჭერდა საიდუმლოს არ გათქვათ, მეტად იქნებით ამ კვირაში წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 3 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 30 ივნისის და 5 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდი. ერგოტონუსი მავალია, ჯანმრთელობა უმჯობესდება, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, ორგანიზებული მონაცემები აშკარად წარმოჩნდება წინა პლანზე და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორთან თანადგომა და ხმარება. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად წარმატებული, მათ შეიძლება მოიტანონ საინტერესო გეგმები თქვენს კორებაში და აქ გამომდინარე იღბალი მოაქვს პარტნიორებს. ამიტომ რას მეტად ბიზნეს საქმიანი ან სასწავლო პარტნიორული ურთიერთობა არის სტაბილური, მეტად წახვალ წინ. ამასთან ერთად ახალი პერსპექტივების, ახალი შესაძლებლობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ მოულოდნელი საინტერესო წინადადებები, მოულოდნელი შემოსავალი შეიძლება შემოვიდეს, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენ მსხვილი საყიდლების და მსხვილი კაპიტალ დაბადების წინაშე აღმოჩნდებით. კარგად წარმოაჩენთ თქვენ შემოქმედებით ნიჭს და უნარს და სხვა შორის ქორწინებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. რაც შეეხება რიცხვებს, მოითხოვოთ რომ 30 ივნისი და 6 ივლისის დღეებია კარგი და არ ვარ 3 რიცხვი ივლისისა და ეს დღეც. რაც შეეხება მერწყულებს, აქ მოითხოვოთ რომ პერიოდი მთლიანობაში კარგია, მისთვის რომ გაუმჯობესოთ მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ აქ რაღაც პრობლემა იყო, გაუმჯობესოთ ზოგიერთი საქმე, ახალი შთაბეჭდილებებით შეიძლება მიიღოთ. ერგოტონუსი მაინც ცოტა დაბალი, ამიტომ ძალიან უგადაღლით საკუთარ ორგანიზმს. კი, დაიღალით, ოღონდ გადაღლის გარეშე. ამიტომ ორგანიზმი ეცეცოთ დასვენების საშუალება ამ პერიოდში, მაგრამ ამავდროულად მატერიალური კუთხითაც პერიოდი ცუდი არ არის. უფრო მეტიც, აი თქვენი ადრეული საქმიანობა ან ის, რასაც ახლა აკეთებთ, აი ეს მოგდათ ახლა უკვე გარკვეულ მატერიალურ დივიდენდებს. თქვენ შეიძლება ასევე ჩაერთოთ ზოგიერთ კოლექტიურ პროექტებში, დახმარება გაუწიოთ სხვა ადამიანებს, რაც მორალურ კმაყოფილებასაც მოიტანს სხვათა შორის თქვენი მოქმედებიდან. აუნიშნავთ ისიც, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს ძალიან კრეატიული, საინტერესო იდეების ჩამოყალიბებას და ეს ხელს უწყობს თავის მხრივ თქვენი ავტორიტეტის ზრდას საზოგადოებაში.
და ყველს კარგია თქვენთვის 2 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 30 ივნისის და 4 ივლისის დღეები და ეს რიცხვების და შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს საკმაოდ პოზიტიური პერიოდია. აქ შეიძლება თქვენს ოჯახში რაღაც სასიამოვნოებები მოხდეს, აქ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი საყოფაცხოვრებო საკითხები, მსხვილი საყიდლების წინაშე აღმოჩნდეთ. აქ სვეტშორის მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი კარგია, კონკურსებში, ლოტერეებში მონაწილეობის მიღება კარგია, იმიტომ რომ იღბლიანობა მატლობს და მოგების შანსი გაქვს ძალიან მაღალი. სარისკო მოქმედებაც კი თუ კარგად იქნება გათვლილი, იქნება წარმატებული. ამიტომ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება მატლობს თქვენში, თქვენ არ გეშინიათ უკვე ცვლილებებისა და შეგიძლიათ ახალ სფეროებში წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობების საქმიანობისა. თქვენს ირგვლივ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი მანდილოსნები, რომელიც ხელს შეუწყობენ და გარკვეულ ტრანსფორმაციას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაში. ხელს შეუწყობენ თქვენი ნიჭის უნარის ახლებურად გამოვლენას და გააფართოვებენ თქვენს ნაცნობთა ტრესს. ამიტომ თქვენ შეიძლება მიიღოთ აქტიური ინიციატივა გამოვალოთ და მიიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში და სასკედო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან, რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 1 და 6 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ გას 3 ივლისის დღე და ეს რიცხვიც ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.